რა არის აკაშის ქრონიკები? თუ გსმენიათ, დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, მე კი ჩემის მხრივ მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა ველია საერთოდ და რა არის ეს აკაშას ქრონიკები. შეიძლება გაგიგიათ კიდეც სადღაც. აკაშას ქრონიკების არის ენერგოინფორმაციული ველი, ეგრეთ წოდებული დედამიწის ბიბლიოთეკა, ესე შეგვიძლია ვუწოდოთ და საერთოდ ჯამში ამ ველში არსებობს ყველანაირი სახის ინფორმაცია, წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე, როგორც პიროვნულ ინდივიდუალურ ჩვენ, მე მარიამზე, ვიღაცა თინათინზე, ნინოზე, პეტრეზე, პავლეზე არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ინდივიდუალურ დონეზე არსებობს ინფორმაცია. ოღონდ ეს არ ეხება მხოლოდ ამ ცხოვრებისეულ ინფორმაციას, ეს ეხება წინა ინკარნაციულ ინფორმაციებსაც, ასევე არსებობს მასობრივი და კოლექტიური სახის ინფორმაციებიც ამ აკაშის ქრონიკებში. ინფორმაციული კუთხით გამოიყენება ერთის მხრივ ძირითადად მე რაც მინახავს ხოლმე უმეტესად აკაშის ქრონიკებს ეს ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ვიტყვი ცოტა სხვანაირადაც მუშაობს. ჩემს პირად პრაქტიკას გაგიზიარებთ აკაშას ქრონიკებთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ინფორმაციის მიღების კუთხით მე არ ვიყენებ. ამ ველის დახმარებით მე პირადად შემიძლია დავეხმარო ადამიანებს გარკვეულ ენერგეტიკულ წმენდებში. ამ ველის დახმარებით შესაძლებელია საგვარეულო კარმის გაწმენდა, პირადი კარმის გაწმენდა, სიცოცხლის წიგნის გაწმენდა, როგორც საგვარეულოს ისე საკუთარი ადამიანის სიცოცხლის წიგნის გაწმენდა. ეს სიცოცხლის წიგნი არ ეხება როგორც გითხარით, მხოლოდ ერთ ცხოვრებას, აქ მთელი ჩვენი წინაცხოვრების ენერგიები ინახება და შესაძლებელია არის გარკვეული წმენდები და ეგრეთ წოდებული ნეგატივის მოშორებები, რისთვისაც მზად არის ადამიანი გაუშვას პრობლემები ცხოვრების ამ ეტაპზე და ვერ უშვებდა, ეს ველი მეხმარება მაგალითად ამ კუთხით ვიმუშავ ადამიანებთან. ასევე ეს როგორ შეიძლება დავკავშირდე და როგორ მოახერხო ამ ველთან დაკავშირება. არსებობს გარკვეული სპეციალური ტექნიკები, სასწავლო კურსებიც არსებობს, მინდა გითხრათ, მე სასწავლო კურსი გავიარე და ამის მეშვეობით დავკონტაქტი ამ ველთან, ქართულ სივრცეშიც არსებობს და სხვადასხვა უცხოენოვან სივრცეშიც, აი რუსული, ვინც იცით, რუსულენოვან სივრცეშიც საკმაოდ ბევრი კურსია. აკაშის ქრონიკები შეგიძლიათ იხილოთ და ნახოთ. არსებობს მედიტაციური ტექნიკები, სპეციალური ლოცვა ფორმულები, რომელიც კონკრეტულ ვიბრაციებს ცვლის და გადაყავხარ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში და შეგიძლია შენთვის საინტერესო სასურველ საკითხებზე მიიღო ინფორმაცია, მაგრამ ერთი ნიუანსია, რომ ინფორმაციას, რომელსაც შენი ქვეცნობიერი ბლოკავს, ვერ ამოიტან, ან თუ მზად არ ახარ ინფორმაციის მოსასმენად, ვერ მიიღებ იმ ინფორმაციას, უბრალოდ პასუხი არ მოვა, ან მოვა ცრუი პასუხი. აქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო. ჩემ შემთხვევაში ვიტყვი, თუ მზად არ ვარ, საერთოდ არ მოდის პასუხი და სიჩუმეა. შეიძლება მე შემდეგ სეანსზე მოვიდეს ან რაღაცა სიტუაცია, ან იმ წუთას არ არის გახსნილი ალბათ სიტუაცია და არ მოდის ხოლმე ეს ინფორმაცია. მაგრამ ველთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, ძალიან დიდ ცხოვრებისეულ ტრანსფორმაციები მოაქვს ადამიანებისთვის. მე წმენდებისშიც აქტიურად ვიყენებ ადამიანებისთვის და ზოგადად დიაგნოსტირებისაც ენერგეტიკულის, როცა მაინტერესებს. საერთოდ ღირს თუ არა დავეხმარო ადამიანს, რომელიც მოდის ჩემთან დასახმარებლად და მთხოვს, რომ გავუკეთო თუნდაც ენერგეტიკული წმენდა, მე ყოველთვის პირდაპირ პასუხს არ ვეუბნები, იშვიათად რომ ვინმეს პირდაპირ პასუხი უთხრა, პირველ რიგში უნდა გადავამოწმო. საერთოდ ღირს თუ არა ჩემი ჩარევა იქნება და ჩემი ჩარევა მეკეთილი სურვილი და კეთილი განსახვა მაქვს, მაგრამ საერთოდაც მეტია აქ დახმარება და ამას ჯერ კიდევ არ აქვს მზაობა. ღირს თუ არა ღირს ამის მიხედვით მეხმარება, ესე ვთქვათ, ჩემი ძალიან ისეთ დამხმარე ინსტრუმენტია თუ პირველ წყაროა ძალიან ბევრ რამეში ენერგეტიკულ დიაგნოსტირებების და წმენდების თვალსაზრისით. არსებობს აი როგორ ავხსნა აკაშის ქრონიკებში სხვადასხვა ბევრნაირი ენერგია ტრიალებს ჩვენზე კოსმოსში, დედამიწაზე, დედამიწის ირგვლივ სამყაროში, სადაც ვართ, რა თქმა უნდა, მარტოები არა ვართ. ეხლა ეს ვიდეო არ არის იმათთვის, ვინც სკეპტიკოსები ხართ და ვისაც არ გჯერათ რაღაცების. აი ეს რეალურად ის იმათთვის არის, ვისაც გაინტერესებთ უფრო სიღრმისეულად, თუნდაც ეზოთერული სფერო და რა ხდება და საიდან იღებენ ხოლმე ეს ეზოთერიკოსები ინფორმაცია, საიდან მოვიდა გარკვეული ინფორმაციები, რომ წარსულში ის იყო ესეთი ატლანტიდა არსებობდა, ეგვიპტეში ის ხდებოდა, იქ თოთ ატლანტელი იყო, იქ რაღაცა ცოდნები დაიწერა, იქ ის მოხდა, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი რეალურად ახლა დედამიწაზე ამის დამადასტურებელი ფაქტები ცოტა რთულად მოიპოვება ხოლმე და ენერგეტიკული კუთხით, ვისაც აქვს უფრო მეტად
ნაკლებად განვითარებული და გახსნილი ეს ველი, სწორედ ეს უნარები უკავშირდებიან ამ ველს და ამ ველიდან აქვს წამოღებული ძალიან ბევრი ინფორმაცია და ძალიან დიდი ცოდნები არსებობს. არის სპეციალური წიგნი საკაშას ქრონიკები, არსებობს ესე წიგნი და საკმაოდ საინტერესო დასაკითხია. იქ აკაშას ქრონიკებიდან წამოღებული ინფორმაცია არის გაჟღერებული და რეალურად ყველა ადამიანს შეუძლია ეს ინფორმაცია მიიღოს. უბრალოდ აქ ეხლა რა თქმა უნდა მეტნაკლებად ვის როგორ ბაზა აქვს და უნარები ვის როგორ აქვს განვითარებული, თუმცა ამ უნარების განვითარება შესაძლებელია. შეუძლებელი არც ეს არ არის და მე არ მიყვარს თქმა რომ აი მე ვარ გამორჩეული და სხვა ყველანი მოკვდავები ხარ და მარტო მე მაქვს ეს უნარები, აი ბევრსგან სმენია, ბევრი ეზოთერიკოსისგან მაფატიოს ყველა, მაგრამ ყველას ვერ შევყან, თუმცა სმენია და გამიგია რომ ეს მე ვარ ესეთი ძალიან მაგარი და სხვა არავინ. რეალურად თუ მოინდომებს ადამიანი, შეუძლებელი არაფერი არ არის. უბრალოდ აქ ეხლა ბევრი ნიუანსია, რომ აქ შიშის ფაქტორებია, ვიღაცას საბაზისო ბაზა, ფონი მეტად ძლიერი და უსწრაფად გამოსდის, ვიღაცას მეტი წვალება ჭირდება, რომ რაღაცა დონეს მიაღწიოს სულიერ თუ ეზოთერული მიმართულებით, მაგრამ შეუძლებელი არც ეს არ არის. მე ასე ვიტყოდი, ყველას ყველაფერი შეგვიძლია დედამიწაზე, მთავარია ჩვენ მოვინდომოთ და ჩვენ თავში დავინახოთ ის პოტენციალი და აკაშის ქრონიკები საკმაოდ საინტერესო არის ამ კუთხით და ამ მიმართულებით. ჩემ პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე ვაზიარებ და ვსაუბრობ ახლა მე თითქმის სხვა ადამიანების პრაქტიკას ესე თვალსაჩინოდ არ ვიცნობ, მაგრამ რაც პირად დაკვირვებებით მაქვს, არ ვიცი, ძალიან უნიკალური ველია ნამდვილად და უამრავ კითხვაზე პასუხის მიღება შეგიძლია და გარკვეული სიტუაციების ფორმირებაც კი შესაძლებელია, თუ თქვენ ამის სურვილი გექნებათ და მზაობა. მომავლის ხაზები არ არის 100%-ით განსაზღვრული და თუნდაც მომავლის კორექციაც კი შეიძლება გარკვეულწილად მოხდეს ამ ენერგიის დახმარებით და ამ ველს. ოღონდ ეს ყველაფერი კოსმიურ ბალანსში უნდა იყოს. თუ თქვენ კოსმიურ ბალანსის წინააღმდეგებით იქ არაფერი არ გამოგივათ, პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის შავი მაგია, რომ ვინმე ძალტყურით მოიყვანო და შენ ამოაგდო სიტუაცია ის რაც არ გეკუთვნის, ეს რამეს ეს ველი არ მოგცემს ამის უფლებას, თუ გააკეთებ, ძალიან მწარად შეიძლება მოხდეს ანღური ხუმრობ, მაგრამ რეალურად მასე იქნება. მე არ მიცდია, მაგრამ ეგეთ ინფორმაციას ვფლობ ამ ველთან დაკავშირებით. რატო საუბრობდი ახლა აკაშის ქრონიკებზე, რომ უბრალოდ მინდოდა გამეცნო, თქვენთვის დაიცოდეთ, რომ არსებობს ესეთი ველი, შესაძლებელია ვიღაცებს დაგაინტერესდეთ, წაიკითხოთ ინფორმაცია, მოიძიოთ კურსებიც. მე პირადად დიდ რეკომენდაციას ვუწევ, რომ ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა სცადოს და გაიაროს ეს, რომ სადღაც მისი სულმა გაიღვიძოს და თავის არსში ღრმად ჩაიხედოს ადამიანმა, აუცილებელიც გია და საჭიროც თუნდაც ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც თავს გაურბივართ ხოლმე და თავს ვიტყუებთ და სულ გაქცევებში ვართ და ზოგჯერ კარგია რაღაცების ზემოდან დანახვაც, სისტემიდან, მატრიცის დანახვას, რომ ეძახენ მატრიციდან გავიდეთო და რაღაცა ამბები რო არის ხოლმე წამოწეული წინა პლანზე. მოკლედ თუ დაგაინტერესებთ აკაშას ქრონიკებთან დაკავშირებით კითხვები, დამიწერეთ კომენტარებში, ვეცდები შემდეგ ვიდეოში უფრო ღრმად გაგცეთ ამაზე პასუხი. ჩემთვის ენერგეტიკული პრაქტიკებისთვის, ენერგეტიკული წმენდებისთვის ძალიან გამოსადეგია, ძალიან აქტიურად ვიყენებ და საკმაოდ ძლიერი ენერგიები აქვს. მე სხვადასხვა ენერგოპრაქტიკებს ვიყენებ წმენდებისთვის. არის კოსმოენერგეტიკა, რეიკის ენერგიები და აკაშის ველიდანაც ვიყენებ და ყველაზე ესეთი ეფექტური არის როცა აკაშის ველიდან წმინდა ადამიანს. თუ რა თქმა უნდა, დამხმარე ენერგიებს სხვას ვიყენებ ხოლმე. თუ გაინტერესებთ ეს როგორ მუშაობ, შემდგომში აგიხსნით უფრო დეტალურად ჩემს მიმართულებას, რა კუთხით მუშაობ. მე არ ვიყენებ წმენდებში ეგრეთ წოდებულ ცვილს, სანთელს, დამხმარე ინსტრუმენტებს მე ნაკლებად ვიყენებ ხოლმე. თუმცა რა თქმა უნდა შემიძლია ადამიანს თქვა ხოლმე რომ დაუმუხტავს სანთელს და ანთოს. მაგალითად ეს მისთვის არის სასარგებლო, თუმცა ესეთ პრაქტიკისთვის მე არ მჭირდება ხოლმე. მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ მეტ სულიერ განვითარებას, მეტ სულიერ ცნობადობას. ბედნიერად და მადლობა ყურადღებისთვის. ბოდიშით რომ წაგართით 9 წუთი.